Pisa რა გინდა? დილან მშვიდობის როგორ ახართხარ ხო დაიცა შორი და სარაბერულია გიშლება თმა შევიკარი და ისე დაჩამოვე და ისე დავჯექი. ისე დავდგი საჭმელი, ისე მოვადუღე ყავა და დავჯექით. აჰა დავჯექი და დახე როგორ არის მიშვერილი მოშველილები, რა ჩემიბრალი. მაგრამ მარტო ეკია ეხლა დიდად არ მეტყობა გუშინ წვიმაში მოვუყე. მაგიტოთ მამა კიცი როგორი სუსელი ვიყავი და წვიმის წყალი ხვაფუებს თმას და ანუ ორი კაცის თმა მაგეხა თავზე. მოდი თუ რომელიმე მოხართ მოგეფერებით. ვიცი რომ თქვენ არ მოდიხართ. კაცი ესე დაჭდი აჰა. პატარა შავი კატა არის და დიდი შავი კატა. ეგენ თუ არ დაიჭირე და არ მოეფერე არ მოვლენ. არ გვანან ჩემ ლამაზ ფისოს. აი რა უჯიშოა უკვე. წყალი უსხი აგეიქ. გუბიდან ასვავს. რა ხირს ხარ პატივისცემ. ეხლა ვიცი. ესე იგი გუშინ მე ჩემ თავს რაც გაუკეთე არ ვიცი, აი იცი როგორ დავიყალე რომ მთელი ღამე ვერ დავიძინე. ახლა ქათამი არ არის და ფუტკარია. რო დავგანებოს ცოტა ხანი თავი. ან გუშინ დაღლილი კი არ ვიყავი ხალხო, აი მეგონა რომ მაგარი ნასვამიც ვიყავი. აი მთელი ღამე არ ვიცი ცივს დავიძინე. არის აი ნასვამი რო ვერ ვიძინებ ხო იცი ყველაფერი რო ტრიალებს. აი მე აი ეგეთ დღე მქონდა ძლივს და ღამე უფრო სწორად და სადღაც რომელი იყო 7-ისკენ გემრიელად დავიძინე, ეხლა არის ალბათ 10-ის. 10-ის 20 წუთია. ეხლა იცი რა სამშვიდობო ხოლმე ოთახში რო ვარ. შუქს უწევ ხოლმე და მე ვეღარ ვუწევ. ესე გუშინ ხო წავედით. ვიდეო რო ჩავწერე მალევე წავედით ბაზრობაზე. მე იოანე და ლაშა. ფული როგორ გადავიხადე იცი ბაზრობაზე. ქორწილებში ხო გინახიათ ქართულ ქორწილში არა უფრო აი აზერები, თათრები მე მგონი ხო? არა ქართულებშიც არის ხო. პალატკებში მახსოვს. 90-იანებში ოღონდ ვარ. არა, ეგრე არა. აი ნამდვილ თათრულ ქორწილში თუ აზერულ თუ როგორც არის, რომ აი ესე რომ დადგები ასეთი დასტარო აქვს და აგზე როცი. აი ეგრე გადავიხადე ფული ხალხო. სახში რო მოვედი თირკმელები ხტოდა. კრთოდა. თლიანობაში კი ვიძახდი რომ არა ვამეთხი, მაგრამ ბოლოზე და ბანკეტი ერთად როიან გარიშო. ცალკე ისთება რომ ბიჭი ყავდა, მაკიაჟი არ სჭირდება. სადღაც 2500-მდე ავედი მე. გოგოები არ მოსამამდე თავისუფლად. იმიტომ რომ ხო მაკიაჟსაც საკუთარი ისა თანხა თმას. მაგრამ კარგად ვივაჭრეთ. ისეთი ლამაზი შარვალ კოსტუმი იყიდა. ზოგადად მე არ მიყვარს რა იცით. არა ვარ იმისი რა ქვია, რომ ერთნაირები რო ვციათ ხოლმე მაგალითად აი მახსოვს ბავშვობაში ან ბიძაშვილები ან დები რომ აი ამას რო ესაცვია მე ვეღარ ჩა. ეგ მომენტი არ ამქონია. თავისუფლად შემეძლო ჩამეცვა ვიღაცასაც რო სცმოდა ისეთი. არც ეხლა არა, მაგრამ აი მაგალითად ხო ყოფილა ხოლმე შემთხვევა რომ სადღაცას მივლენ აღმოაჩენ ერთი კაბები აცვია და ერთ-ერთი იცვლის.
გინდა რომ მივიდე, სულ ყველა შოპ-მარინაში ის კაბა იცოთ, რაც მე ვიყიდე. არა მაქვს პრობლემა, მაგრამ არ მიყვარს რა. ძალიან მომწონს შავი კაბა, იქ კალბასიც ადევ. შეგიძლია ტოსტივით ისაქნა და ჩადო და ჭამოთ ხლათ მოჭერი ოღონდ. პური კი არ ჩადო კალბასებში, კალბასი ჩადე პურში. ხო. ორი პური აიღე და კალბასი ჩადე. კალბასები კი არა აიღო და პური არ ჩადოში. ხო და ანუ რა შავი კაბა მიყვარს ძალიან, აი შავი კაბა მიმაჩნია კლასიკურ ძალიან რაღაცნაირ კაბად, მაგრამ არ მიყვარს რომ იცმევენ ხოლმე. შეიძლება თქვათ რა სისულელია თუ მოგწონს რატო არ მოგწონსო. შაშა თუ შაშაწინ ერთ-ერთ გოგოს ეცვა ბანკეტზე კაბა შავი. ნუ პატარა თეთრი დეტალებით. აი მე ვაღიარებ რომ ეგ კაბა იყო ის კაბა რომელიც მე მომწონს, რომ რატომაც მომწონს შავი. იმიტომ რომ მასიურად ხო შავიაცვია ძირთად ნაწილში ხოლმე. ბანკეტია ქორწილი, ნებიტა შავი ტანსაცმელი ყველას უყვარს. და ამ გოგოს შავი ჩანდა მილიარდ შავში. აი ეგეთი უნდა გეცვას თუ კაცი, აი ეგეთი. იმიტომ რომ არ უნდა ჩაშავდე, არ უნდა გაგიუფასურდეს ის ფერი, ის მუღამი, რაც გაქვს. ხო და ლამაზები არიან ყველა ცალ-ცალკე რა სისულელია, მაგრამ აი ერთად შენ იმიტომ რომ გაცვია რომ შენ ლამაზი იყო და ანუ შენი კაბა მოგწონს და შენი კაბა გამოჩნდეს. არა, აი ხაზი ესმევა, იმიტომ რომ შავი და ნუ ზოგი მეტნაკლებად სხვანაირი მაგრამ ერთში გადის. მაგიტო ვერიდები ხოლმე ეგეთ რაღაცას. თუ გაცვია ისეთი უნდა იყოს რა, რომ შორიდან რომ მოდის აი ეგ შეხა. ხო და შაშან ერთ-ერთ ბავშვს ეცვა ეგეთი. ძალიან ხა ტანი უნდა ხელსაც გიწყოდეს რა თქმა უნდა. ბიძინა მოვიდა. ნინო პაპა მოვიდა ბოდი კარი დაუკეტე. პაპა მოვიდა კარი დაუკეტე, ვეღარ მოასწრებ რა. შემოვიდა უკვე რა. არა უშავ, დიდია. აი გელაცვალეთ პაპა. შემოლამაზე როგორ ახალ გელაცვალე. აი ყავაზე მომისწარი ხა მოვიდუღე. და ბულკევიც მომიტანი. ნინო, წყალიშია ერთე რა. სალამ. დავახ. ელა. ხო, აუცილებლად. მაგაზი არის მოსული. მოდი, სანამ ბავშვებს ბავშვები მოდიო. მოიცა აქვე არა ვარ მე დაიცადე სანამ მაგაზი. სააგანაბასტაჩი. მიდიდარ შეხვალშია ერთი რომ წყალია და ყავა მოვიდუღე. არა, აღდგა. ნენელა აღდგებია. მოდი დაჭი. იცოდ, წევს. დედა ბუზმა შემომასწრო რამხელა. ფაქტიურად დავაღამე. ცეკვა გაქვთ დღეს ბარბარე? აი მე აქ ნახეთ. დღეს რაც ჩავედი ძირს. რაღაცნაირად უნდა დავჭიდე რა უყვა. ხი, არა მოსულ ვარ. მოკლედ დღევანდელი ჭრით მიხვდებოდით რომ ჩემი მამა მთელი იყო მოსული და გავისტუმრე ეხლა. პლუს რაღაცებს ეს რა არის? BKG. ლაშასი კოჩი არის. ბაბა შეგაპარაკო? ხო. სწავლობ, აი მე რამხელა ბუზია შემოთრეული და მივიდეს ის პანჯარასთან.
ეგ წიღარას ვამბობთ, ცეკარებს დავკეტავ, იმას ხელი არ შეუშვა. თანაბუს ავიჭერი ხარ რომ დაჯდება სადმე მიუბას სიკვდილი. სანამ ბიძინა იყო ყავადავლიეთ რაღაცა მერე კუხნა გაზი რაღაცები და კუხნა შემომეუბორკა. თან დაბლა ვლაპარაკობდით რა და ისე რომ ვიდეო გამიცდა რომ იტყვიან. განახებთ აუცილებლად რაც ვიყიდე, უბრალოდ ახლა აი ყველაფერი თავზე მაყრია და ცოტა უნდა მივალაგმოვალაგო და მე მასვისე უბრალოდ მინდა რომ ვიდეო დავამთავრო და წეღან კარგად მახსოვს რაზეც ვიყავი გაჩერებული შავ ტანსაცმელზე და იმის ეფექტურობაზე და რაღაცაზე ვლაპარაკობდი. რა თუ გაცვია შავი უნდა იყოს, შავი ყველასგან გამორჩეული, ანუ არ უნდა გაითქვიფოს სხვა შავებში და ზოგადადაც და ივანესაც ვუთხარი რომ ანუ ბიჭს ახლა შარვალ კოსტუმს რო ჩააცმევ, ყველაფერი უხდება, რაღაცა ფერი. ყველა სტილი, რაღაცა სხვანაირი არის რა და მეთქი როგორც ჩვეულებრივ შავი, ცისფერი და კრემისფერი შარვალ კოსტუმი არის მასიურად მოხმარებადი, ანუ შავი მით უმეტე, შავი შარვალ კოსტუმი, შავი. ხო და მოდი მეთქი და რამე განსხვავებული ვიყიდოთ თქო რა, იმიტომ კი არა, ვაიმე და რა, არა. ძალიან მაგარია შავი, აქ შავი შარვალ კოსტუმი, სრულიად ახალი. მაგრამ აი, ხა შავი შარვალ კოსტუმი ისეთი როგორ უნდა გეცვას სხვებისგან გამორჩევა, ანუ ფოტოებში თუ რაღაცა ერთიანი რო არიან ხოლმე, მეთქი სხვანაირად რო ჩანდი. აი, იცი რა ლამაზი ყავისფერი ვიყიდეთ. ყავისფერი შარვალ კოსტუმი. აი, არ ვიცი, ულამაზესი. აქ დაჭდა ბუზი. ერთი. რა არის, ის არის? ისა მქონდა ინკუბატორი ბუზების. ერთი წარფარდა გავწიო, რომ ფანჯარაში გაიჩაჩხოს ეს საზღარი არსება. სად არის? ო? ხავსტოს გამოვალი, მე ჩამოეთრეს და გაეთრეს. ხო და ვიყიდეთ ყავისფერი შარვალ კოსტუმი. აი ესეთი ყავისფერი მე მგონი. ჩაცმული არის ულამაზესი. ერთი გავიდა, მეორე ზიისაგე. ჩაცმული არის ულამაზესი რო იტყვიან და აი რომ მოუხდა არ ვიცი რა. გამოდი შეც რო დაგიჭირო, მოდი. მოდი აბუეტო, მოდი. აჰა, პირდაპირ იმას ეცა. მას გავაღო. ერთო შემოხებუზე აი გადის. ჭკვიანი. კულელობის ჩადენა არ მომიწია. ფაქტიურად გავაგდე. ეხა წავედით ტუფლებზე. აი მე ტუფლებში რო იტყვიან თირკმელა, ეგევე დავტოვე, არ მოვიჭრია თირკმელა, ეგევე დავუტოვეთ. უმაგრესი ტუფლი. რა თქმა უნდა, მაგ ტუფლსაც და მაგ შარვალ კოსტუმსაც იხმარს მე ოღონდ აი ესე. სადღაცას რო წავა რაღაცა ისე. თუ დაუპატა იმსეთი ფასი მაქვს მიცემული, რომ თუ დაუპატარო და პაგაცში რომ მგელი არის, ხო იცი რო ამოჭერს და ფეხებს გაუფროს, რო ფეხთითებს გაყოფს. მაინც ჩავაცმევ. ნუ ივანე რომ მორჩა ყიდვას და რაღაცა მეთქი, აი რო იტყვი ჩანთაში რო ხურდები დაგრჩება. და შესეუბნე, მოდი მეთქი ხა თუ რაღაცას ვახავ მე თვითონ, მოდი მეთქი ვიყიდი რა, ამ ტანსაცმელს მეთქი და ფეხზე მეთქი. ფეხზე ხო გითხარით როგორც მინდოდა, ხალხო არსად არის იყო მაგრამ ქოშები. მაგრამ აი ამ ბასანოჭკის სტილში რაღაც არის, არსად ის რაც მე მინდოდა. ჯანჯენ დაგეწოს მე, ჯერ კაბა ავიღეთ. ნუ სადღაცას მეველით ძალიან მომეწონა რაღაცნაირი ძალიან საყვალობა კაბა იყო, მაგრამ იყო იასამნისფერი და მეთქი თან მჭყვინავდა.
აი სხვა ფერი ყოფილიყო კიდე ხო. და რატომღაც მომინდა იოანეს ფერში ჩავმჯდარიყავი და 1-2 იმის მერე გავიარეთ და აღმოვაჩინე ყავისფერი კაბა. ერთადერთი ზომა და აი ისეთი რომ უცელზე ჩამეცმეოდა. რაც მომეწონა ფიზიკურად ვერ ჩამეცმეოდა. ხო და ყველაზე ის ჩემი სუსტი წერტილით ხო იცით გამყიდველი უნდა შეგხვდეს აი ისეთი ზე დრო არ გახტება. შარვა კოსტუმზე იყვნენ მასეთები, ქალმა თქვა, რასიც აი 1000 ჩავაცმევ, ჩემი საქმეაო. ის კი არა, მოდი აბა რა გინდა და ან თუ არ გინდა და ნუყიდულობ. კაცი და ქალი იყვნენ, რავი მოგვემსახურნენ უმაღლეს დონეზე, ჰარსტუხი გვაჩუქეს. საროჭკაც სადაც ვიყიდეთ ეს კაცი იყო უტკბილესი, ჩემი შვილმა დაამთავრაო და ზუსტად ვიცი რას ცეწებდო და ძვირიანს არ გინდათ ძვირიანიო, არც იაფია, მოკლედ აი ესე გამოგუშვა და იგივე შემხვდა მე კაბაზე. დაიცა მეწახი. გავიდა ბარბარე. ხო და ჩამოწვა ამ ქალბატონმა, კაბა მომეხმარა. იცი როგორი კაბაა, ხო, მე განახებთ. აქ ქონა ლიპი. ასეთი ვიყავი. და კლავი ესე ხო, იცი როგორი, ო, აი ასე იყო რა და მე ესეთი არ მინდა მეთქი რა. და აი აქ რო ლიპი შედო რაღაცა ესეთი იყო. ხო და აუ მეთქი ესეთი არა. მინდა რომ აი კლავი ცოტა გადმოდიოდეს. ეს არის ორნაირათო. აი ქაქო სამაგრიო მანახა კიდეც. ამას წკაპდა ლიპის ძვრებაო და ეს ესე იშლებაო. და რო ნახე მართლა ანუ შეკერილის და იყო უბრალოდ შეკეცილი იყო და ლიპი იყო დაბაგრებული. მოვიტანე სახში, გავუკეთე ძვირფასად, ან როგორც იმ ქალმა მითხრა, ზუსტად ისე დამაჯდა. ეხა ფეხზე მოვიდა ფეხის დრო. ვიარეთ და ვერ აყოლობ იმას, რომ კომფორტულად ვიყო, დგომა არ გამიჭირდეს რაღაც დრო იცოდეთ რა ვიყიდე. არა ძალიან კაი რამე ვიყიდე, მაგრამ შპილკაზე. ეხლა იცი რას ვფიქრობ, ჩათ არ მიყიდია, მაგ რაღაცები, ეხლა უი გაიქცეთ რასამ პაკეტზე. არა. მაგ ახალი ჩანთა. ცოტა ისეთი ჩანთაც, რომ იცი რა სიტუაცია იყოს. ტაპკები მელაგოს. ტაპკები რა აი ახალები რომ აქ რაღაც არ არის ის. ხო და სავარაუდოდ მაგებს ჩავილაგებ, რომ უცბად ამოვიცვა. სადმე. ხო რაც ის შავი კაბა და თეთრი ზედა რო ვიყიდე, მაგების წაღებას ვაპირებ. ბანკეტზე სავარაუდოდ გამოვიცვლი. არ ვიცი ნახოთ რა. როგორ ბანკეტისა ის თუ არა ფეხზე უეჭველი ყველას მიგვაქვს მშობელიან ბავშვიან ყველა მასწავლებელსაც ყველას მიგვაქვს ფეხზე ეხლა რა შეეხება თმას გუშინეს გვიან ვაიმე ხო და სად ვიყავი ხა გითხრათ მოვედი და ხო უნდა გადამეღო ვიდეო რა ვიყიდე ვიდეო ხა მეც ხო უნდა გადავიყო ხო ჩამოვჩები ტრენდს და როგორც კი მოვედი სახში აი ვერ მოვასწარი დაჯდომა რომ ჰაპ მოვარდა ვანო წკაპ დღეს და ტყეში მივდივარ წვადებს და გავცვივრით ვერაფერ მოვასწარი ეს ყველაფერი დავყარე რაც აი მართლა ისევ ისეყრია გადავიდა? აუ რომელიმე ქათამი ხო არ არის გარეთ უბრალოდ რომ იქით არ გავიდეს ნახე არ უნდა დაბლა უნდა იყო? ხო მაშინ ყურადღება მიაქცი გავცვიდით ხალხო ტყეში მე ლაშა და ნინო ნუ და ესე ვიმწვადავით და სადღაც რომელი იყო 10 დრო წამოვედით იქიდან იცი რა მომივიდა ხალხო ღამე ჯერ რომ მოვედი ისეთი დაღლილი კი არ გაუბედურებული იმიტომ რომ ესე რომ ზიხარი ხა იქ კისკას ტოლსკამი და რაღაცები არის მაგიდები და ისედაც ვიყავი და ანუ არანაირი ცივი ხის სკამზე ვიჭიქი და რამე მაგრამ ანუ რო ვერ ეყუდები რაღაცა თან მთელი ამდენი ხანი ბაზრობაზე ვიარეთ და დასვენება ფეხი არ ამტკივნია ხალხო ხო და უბრალოდ დაღლილი ვიყავი ხა ვაი რო იტყვია და დაჭიმული მუცლით და ვერ მოვახერხე რა და შემოველი უნდა დამეძინა და ეს გადაფენილი კაბა შევხედე და ფეხსაცმელებს და
მოდი მანან მაინც ხომ გაიხადო და დაწვი და ესე გადაიცვი მეთქი და აი ეგ ჩავიცვი გავკაკუნდი გარეთ ყველაზე რეალური ემოცია როგორ ანუ შეფასება იცით თქვენ რომ მე ბარბარისთან მაქვს ესეთი რაღაც ანუ რო არ გიხდებოდი ივანეც გეტყვის მაგრამ ნუ აი ესე რომ იყოს მაინც გეტყვის გულს არ დაგწყვეტა ხო და გავედი და ბარბარემ რა ლამაზად გაგ და მივხვდი რომ ანუ ცოტა გული მეთანაღრებოდა კიდე მაინც ყავისფერ ფერთან ცოტა ისე ვარ მე რა ისე მაგრამ რადგან ვიპოვე ისეთი ფერი რომელიც ივანეს შარვალ კოსტუმთან და ერთი-ერთი ჩდებოდა და წყვილის სახით ვიყიდეთ მოკლედ მომეწონა და მაგიტო ვიყიდე და ისეთია რომ მეც აი თავისუფლად გამოიყენებ მე ხო იცი არ მიყვარს მე ჯერადად ყიდო რაღაც ისო ვი უნდა გამოვიყე ისეთი უნდა ვიყიდო რომ გამოვიყენო ხო და ლაშაც უნდა შემოსულიყო და იდე კარგად იყო ნაბავხუზე ესე ზის ტელევიზორი უყურებდა ლაშას ლაშა ტელევიზორი უყურებდა და აბა ლაშა რა სიტყვა მეთქი და შემაფასა. დილას მეუბნეოდა, აბა ჩაიცი როგორ აქვს. მე ვთხარ გუშინ მითხარი შენ. შეიძლება ეს თითი ის რო აქვს, მყესი რო აქვს და ჯერ არ ეღუნება, გაიგე და სულ აიქით დადის. ერთი სიტყვით, ფეხსაცმელებს რო თქვა, მატკინა ფეხი არ მოუტკენია, მაგრამ შპილკებსია. დღესაც ვაპირებთ ჩაცმას, ფეხსაცმელებს უბრალოდ გამოვიარო, ნახო. ბებას ანოჭკებიც ამაკ რაღა დაგიმალოთ და იმებსაც კიდე ჩავეც მე შევხედა. ის ცოტა მსხვილ ქუსზე, უფრო მაღალია, მაგრამ ცოტა მსხვილ ქუსზე. შავები ოღონ. ეს ყავისფერებია ბარხატი კირა და ნუ აი ამოყრმებული ტყავი როა. ერთ სიტყვას ვიყიდეთ, შევიშმოდგენით მე და ივანე და წამოველთ ბაზრობიდან, მე დღეში ვიყავი და მე მოვედით, იცი როგორ წვიმაში სუსველი ვიყავი, სუსველი წვიმა მოგვისწრო, იქ რო ჩავსხედით და გაწვიმდა წავს მოსვლისას დღიდან და გაჟღეთილები მოვედით. ისე რომ არაფერს თავი აღარ მგონდა დავწექი და დავიცი. ხო და მეთქი დილას რო ვთქვი რომ ვიდეოს ჩავწერბეთი და დილით ვიდეო დავიწყე, როდემდე გამიგრძელა. ეხა ცოტა ხანი უნდა დავისვენო ყველა ვარიანტში. მე რა მეცი როგორ მეცინა ხარ, გეგონება პახმელიაზე მე ვიყავი. გეგონება მე მქონა ბევრი დალეული. აი იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ ვერ დავისვენე და სადღაც დილას დამეცინა 7-დან 10-მდე 10:30-მდე გემრიელად, აი გაითიშაო რო იტყვია. ეხა ვატყობ, რომ აი რა მომდის იცი, აი საწოლი უნდა ავალაგო, არა მილაგებია და ეხლა ამოვედი და მაგრამ აი ბალიში მეუბნევა, რომ ცოტა ხანი ბოდიშ შეთა საქმეება აქვს და წავალ ეხლა რა საქმეა გავიგებ და მოვალ. რა ვიყიდე ვიდეო, აი აუცილებლად იქნება. ასე რომ დროებით დაგემშვიდობ.